უფალი არ მიგატოვებს. არასოდეს არ მიგატოვებს. ყველამ რომ მიგატოვოს, აბსოლუტურად ყველამ ცის ქვეშეთში უფალი შენი არ მიგატოვებს. იმიტომ რომ ღმერთთან შენთან აღთქმა დადო და თქვა, არასოდეს მიგატოვებ. ამ დედამიწაზე ერთი პიროვნება, ვინც ყოველგვარი ზედმეტი სარჩულის გარეშე გიყურებს და უყვარხარ. როცა ღმერთი გიყურებს, ტკბება შენი სიყვარულით. არასოდეს არ ახსენდება მას შენი ტყუილები. არასოდეს არ დაქციდის, არასოდეს არ გასამართლებს, არასოდეს არ იცის ნახე რა აქვსია, როგორ იყურება, რომ გიყურებს, ის ტკბება შენი სიყვარულით. და იძახის, დედა მოვიდეს ჩემთან გულში ჩავიკრავდი. ის გელოდება შენ როგორც დაკარგულ ძეს. ის გელოდება შენ რომ შენი გულიდან ამოიღო ეგ ტკივილი და უთხრა უფალო, მე შენი შვილი ვარ და ეს ტკივილი მაქვს. ის განიცდის, როცა შენ ტკივილებში დადიხარ. მას გრძნობა გააჩნია შენ და მის სიყვარულს. მას უნდა რომ შენ იყო განკურნებული. მას უნდა რომ შენ გეცვას, იყო ნაჭამი, გამოკვებილი. მას უნდა რომ შენ გიხაროდეს. მას უნდა რომ შენ დატკბე ფრინველებით, ცხოველებით, ბუნებით, ცხოვრებით, ზეცით, ვარსკვლავებით, თვარით. მას უნდა დატკბე მისი ხელთქმნილებით. მან ეს ყველაფერი შენთვის შექმნა და როგორ უნდა რომ შენ გაიხარო ამ ყველაფერში. მაგრამ არსებობს პიროვნება, თუისაც შენი სიხარული არ უნდა. ეს ეშმაკია, რომელიც მოდის და გეუბნება, რა არის ამაში სასიხარულო? შენ ვერ მიაღწევ ამას. შენ ცხოვრებაში ბედნიერი არ იქნები.